ერთად საქართველოსთვის, ერთად საერთო ევროპული მომავლისთვის. ეს საქართველოში მიმდინარე პროევროპულ დემონსტრაციებზე ქართველი ერის მხარდასაჭერად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მთავარი გზავნილებია. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული მოქალაქეებიც ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იქ მივიდნენ, სადაც პროტესტი უკვე თვეზე მეტია არ ნელდება. მათ შორის არიან უკრაინელები, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისის ბრძოლის ფასი. ერი, რომელიც საქართველოს მსგავსად არაერთხელ გამხდარა რუსული აგრესიის მსხვერპლი და ახლაც კრემლის წინააღმდეგ აქტიურ ომშია ჩაბმული. Support as little as I can, but as much as I can. აქ ბერლინიდან ჩამოვედი, თქვენ და მიმხარდაჭერისა და პატივისცემის გამოსახარდად ისე, როგორც შემიძლია. ბერლინში რუსეთის გამოვიმყოფები არ მინდა რომ ამ ხალხს იგივე დაემართოს, რაც დაემართა უკრაინელ ხალხს. And you're one of those people, so yeah, that's from Berlin with love. Russia took my home twice. I'm originally from Donetsk. რუსეთმა ორჯერ წამართვა სახლი. წარმოშობით დონეცკიდან ვარ. პირველად სახლის იძულებით დატოვება 2014 წელს მომიწია, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო. შემდეგ საცხოვრებლად მარიუპოლში გადავედი. იქ 8 წელი გავატარე, თუმცა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო ეს სახლიც დავკარგე. ყველგან სადაც რუსეთი მიდის, უბედურებას ატრიალებს. შემიძლია მხოლოდ მხარი დავუჭირო და გავამხნევო ქართველი ხალხი. ამიტომაც ვიმყოფები აქ. ერთად გვაქვს ხელთ საქართველოსა და უკრაინის დროშები იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ მოძმეერები ვართ, ვისაც უნდა გქონდეს საერთო საზღვრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი მხარს გვიჭერს დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ, გამარჯვებისკენ და ევროპისკენ ჩვენს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე. ერთსა და იმავე ბრძოლაში ვართ, მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ეს მცირედი არისი გაკეთებაც შეგვიძლია. Step towards democracy, freedom, victory, Europe. Мы очень ценим поддержку грузинов, это взаимность. ძალიან ვაფასებთ ქართველების ჩვენ და მიმხარდაჭერას, ეს ორმხრივი დამოკიდებულება ყოველთვის იგრძნობოდა. საპროტესტო აქციებზე საქართველოსთან ერთად უკრაინის დროშასაც ვსუხედავ. ძალიან ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში, ისევე როგორც მაგალითად სომხებისა და აზერბაიჯანელების. ეს არიან თანამედროვეობის გმირები. ისინი არიან თანამედროვეობის გმირები. აქ ომიდან დაბრუნებული ბევრი ქართველი ვნახე და როგორც შემეძლო, ისე გამოვხატე მათ და მიპატივისცემა. მართალია სურად ცუდად მეტყველებ, თუმცა აქ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ ბევრ ქართულს ვეუბნები, ჩვენ თქვენ გიჭერთ მხარს, თქვენ კი ჩვენ. ჩვენ მოძმეერები ვართ და ერთმანეთის მხარდამხარ ერთად ვიბრძვით. ვცდილობ ყოველდღიურად ვიარო საპროტესტო აქციებზე და ასე გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა. Гармаджоса, Картвейла.